ქართული ხალხისთვის ამა თუ იმ პარტიაზე რა მისთქმა და თუ რა გააკეთონ ჩემი საქმე არ არის. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. ვთხოვთ მიდით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენ სურვილებსა და მისწრაფებებს. თქვენი შვილები, ისინი იმსახურებენ უკეთეს მომავალს. ხელისუფლება ხალხს ამისგან აშორებს. საქართველოს ხელისუფლების წევრები ევროკავშირის ღირებულებებისგან შორს არიან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კვლავ დაუბრუნდებით ევროკავშირში შესასვლელ გზას. ჩემი საქმე არ არის. ამიტომ გვაქვს იმედი, რომ ეს კანონი ამ ფორმით არ იქნება მიღებული. საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ კანონი არ იქნას მიღებული. გაიწვიეთ ეს კანონი. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. წერმა ქვეყნებმა ეს დემარში ბრიუსელში ევროკავშირის 27-ვე წევრის მონაწილეობით შეათანხმეს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებულის და პატიმრის უფლებები უზრუნველყოს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ მისი როგორც პატიმრისა და სასამართლოში მოპასუხის ყველა უფლება დაიცვას. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. დღეს მზია ჟურნალისტური სიმამაცისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოა. ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ხოლო ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულები, უნდა გათავისუფლდნენ. ძალის არაპროპორციული გამოყენება სასამართლო სისტემისადმი ნდობის შერყევა და მზია ამაღლობლის საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. ჩემი საქმე არ არის. ფიქრობ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოს არ დაეხმარება, იყოს სტაბილური. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. აშკარაა, რომ მთავრობა უნდა იყოს ინკლუზიური და ამყაროს კომუნიკაცია ოპოზიციასთან, მოусმინოს სამოქალაქო საზოგადოებას. ჩემი საქმე არ არის. თუ საქართველო გახდება ადგილი, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აიკრძალება, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. მე კომენტარს არ გავაკეთებ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამძლეობით და ბრძოლით. ხედავთ მათ ყოველ ღამე რუსთაველის ქუჩაზე, როგორ ითხოვენ უკეთეს მომავალს მათთვის და მათი შვილებისთვის. ვდგევართ ქართველი ხალხის გვერდით.